დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის კამპანიაში ჩაერთო საქართველოს იუსტიციის მინისტრიც, რომელიც მიზნად საქართველოში ტრანსპლანტაციის ცენტრის ამოქმედებას გულისხმობს. იუსტიციის მინისტრმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დღეს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა. თია წულუკიანმა ბავშვებს წიგნები და პროდუქტები გადასცა და იმ წარმოდგენას დაესწრო, რომელიც ანიმატორებმა სპეციალურად პატარა პაციენტებისათვის გამართეს. ჩვენთაგანის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ეს გახდეს სოლიდარობის თემა საქართველოში, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. წელიწადში ჩვენ ვიცით, რომ 50 ბავშვამდე საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ხდება, ამას თავისი ალბათ მიზეზებიც აქვს და შესაბამისმა სპეციალისტებმა ეს უნდა იკვლიონ, მაგრამ როდესაც ბავშვი აქ მოხდება, მას ჭირდება ყველას დახმარება. პირველ რიგში ეს არის უსახსრობა. უსახსრობის გამო არაერთი ბავშვი სამწუხაროდ უკვე დაღუპულა, არაერთს მოასწარეთ, რომ საზოგადოება და სახელმწიფო დახმარებოდა. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა უთხრა დიმიტრი ცინცაძის ფონდს, რომელიც არის ამ მასშტაბის ერთადერთი ფონდი საქართველოში და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გაერთიანდნენ სიცოცხლების გადასარჩენად. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ბავშვთა დაცვის დღე გახლავთ. დიმიტრი ცინცაძის ფონდმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა ის, რომ ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ. თქვენ იცით, ბავშვების კონსტიტუციური უფლება გახლავთ, სიცოცხლის უფლება. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქალბატონი თია წულუკიანი იმყოფება და ეს ძალიან სიმბოლური გახლავთ. მან გამოხატა მხარდაჭერა და სწორედ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ სახელმწიფო იზრუნებს იმ თემაზე, რომ უსახსრობის გამო ბავშვები საქართველოში არის მთავრობის დაინტერესება, ახალი მთავრობის დიდი დაინტერესება ამ კუთხით, ჩვენ გრძნობთ ამ მხარდაჭერას და იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში საქართველოს ბავშვები უკვე აღარ დაჭირდებათ ამ ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა, საქართველოში მკურნალებენ ჩვენ იტალიელი კოლეგების და პარტნიორების მხარდაჭერით და გაცილებით უფრო იაფად და გაცილებით უფრო დიდ რაოდენობას მოვემსახურებით ამ შემთხვევაში.